სალამი მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. ეს ვიდეო იქნება ძალიან საინტერესო თქვენთვისაც და ჩემთვისაც, იმიტომ რომ პირველად მივდივარ ნამდვილ ანდალუსიურ ტრადიციულ ღონისძიებაზე, რომელსაც ქვია ფერია. ფერია არის აქ სევილიაში ყველაზე დიდი დღესასწაული. ერთი კვირა არის, რაც მიმდინარეობს, დღეს არის მე-6 დღე, ხვალ იქნება მე-7 დღე და მაგით დამთავრდება, წარმოიდგინეთ რამხელა დღესასწაულია, რომ მთელი ერთი კვირის მანძილზე მიმდინარეობს. ყველანაირად მობილიზებულია მთელი ქალაქი ამ დღესასწაულის დროს, მაგალითად მეტრო მუშაობს 24/7-ზე, რაც არც ერთი სხვა დღესასწაულის დროს არ ხდება. მეტროს წინ ვნახე იმხელა რიგები და ხალხი, იმხელა რიგებში დგანან იმისთვის, რომ საერთოდ მეტროს გაჩერებაზე ჩავიდნენ, რომ უბრალოდ ვერ აგიღწევთ. მოკლედ არ ვიცი, ძალიან დიდი ამბავია, გოგონებსაც ვიათ ულამაზესი ტრადიციული კაბები. ვერ აგიღწევთ რამდენად ლამაზი კაბებია, ბიჭებსაც ვიათ, როგორც სემანა სანტაზე იყო, ეგრე კლასიკურში, შარვალ კოსტუმიაც ვიათ, კლასიკური ფეხსაცმელი, ძალიან კოხტად არიან ბიჭებიც და მოკლედ ერთი კვირა თითქმის ამ ულამაზეს სანახაობას ვუყურებ. ცენტრში არ გავსულვართ, უშუალოდ იმ ადგილას არ წავსულვართ, სადაც ეს ყველაფერი იმართება და დღეს მოვიდა შაბათი დღე. ორივეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ ერთად წავიდეთ, ამიტომ დღეს გეგმავთ მაგ ყველაფერს. ამ ერთი კვირის მანძილზე ვუყურებ უბრალოდ იქით მიმავალ ადამიანებს, იქიდან მომავალ ადამიანებს, გოგონები არიან ულამაზესები, ყველას ეს ულამაზესი კაბები აცვიათ სხვადასხვანაირ ფერებში და მოკლედ არ ვიცი და ეხლა დრო არის, რომ გაჩვენოთ ჩემი კაბაც. ამას შეხედეთ. ულამაზესი კაბა არის, ხალხო, ესეთი ლამაზი კაბა, არ ვიცი. რა თქმა უნდა, ჩემი არ არის, მათხოვეს ერთი უსაყვარლესი გოგონა გავიცანი, რომელმაც მათხოვა. დღეს უბრალოდ წელს უბრალოდ ვაპირებდი, რომ სანახავად წავსულიყავი ამ ფერიის და მეთქი მომავალ წელს აუცილებლად იქნებ კაბაც შევიძინო ან გამოვიწერო ან რაღაცა ვქნა, იმიტომ რომ მეც მინდოდა, რომ ამ ზეიმის მონაწილე გამხდარიყავი და ამ გოგონამ მითხრა, ადრეო სანამ წონაში მოვიმატებდიო, მანამდე დაახლოებით შენტანზე ვიყავიო და მაგ პერიოდში ნაყიდი კაბა მაქვსო რა და თუ მაგერგება შემიძლია გათხოვაო და წავედით, რომ მომესინჯა. რო ჩავიცვი, ზუსტად მქონდა, წელზეც ზუსტად მაქვს, ზემოთაც, ხელებზეც ზუსტად მაქვს, ფეხებზე, ისე ზუსტად მაქვს, ხალხო, იფიქრებთ, რომ ჩემს ტანზეა შეკერილი და მათხოვა ამ ულამაზესი დღისთვის, ისეთ ბედნიერი ვარ, ისეთ მადლიერი ვარ, ძალიან უნდა მოუფრთხილდე, არ მინდა რომ დავსვარო ან რაღაცა. ძალიან ისე უნდა მოუფრთხილდე, აქ გვაქვს ასევე სამკაულები, არის საყურეები, არის სამაჯური, ეს ყველაფერი მათხოვა პაატას ბიცოლამ. ეხლა სახში არ არის, მაგრამ ესე გაჩვენებთ, ეს არის ნონა პაატას ბიცოლა. მათხოვა თმისამაგრი, აქ არის სხვადასხვანაირი საყურეები, მე რო ჩაიცვამო, რომელი საყურეც მოხდება, ის გაიკეთეო. დიდი ვარდი ვერ ვიპოვეთ და ეს უნდა გავიკეთო თმაში, თორე ისე იცოდეთ, რომ ტრადიციულად დიდ ვარდებს იკეთებენ ხოლმე. ასევე მათხოვა პომადა, რაც შეიძლება კაშკაშა ფერი რო იყოს და მე მგონი ეს უნამოც მე დამიდო თუ არ ვცდები. ასევე ამ კაბას რო ჩაიცვამ, უკან უნდა მოიხურო ესეთი შარფი, რომელსაც ესეთი ფოჩები აქვს ქვემოთ, რომ ძალიან ლამაზი არის მოძრაობის დროს, ძალიან უხდება კაბას, თან ზუსტად რო დაემთხვა, ძალიან უხდება ეს კაბას. ასევე მათხოვა ფეხსაცმელები, ეს ორი წყვილი მომცა და რომელიც მოუხდება კაბას ის ჩაიცვიო, მე უკვე გაემზადებიო და ვფიქრობ, რომ ეს უფრო მოუხდება, ვინაიდან ფერში ზუსტად ის არის, რაც მოუხდება. და ვნახოთ, კომფორტული უფრო ის იყო, რომ ეცვა, მაგრამ ესეც კომფორტული იყო. და იმედი მაქვს მოუხდება, ამას ჩავიცვამ. ასევე მათხოვა მანიკურები, თქვენ იცით, რომ მანიკურის დიდი აქტიური მომხმარებელი მე არ ვარ და ამიტომ არც მქონდა ნაყიდი და ეს მანიკური წავისვით გუშინ, თუ არ ვცდები, ნახეთ რა ლამაზი ფერი არის, ზუსტად მოუხდება ეხლა ჩემს კაბას და მოკლედ ერთი სული მაქვს, როდის ჩავიცვამ და წავალთ. ძალიან საინტერესო დღესასწაული არის. მე რომ მივალ უკვე იქ მოგიყვებით, საიდან წამოვიდა და როგორ. და მოკლედ არ ვიცი, არ იფიქროთ, რომ ეს კაბები მაგალითად ან მხოლოდ ახალგაზრდა გოგონებს ან პატარა გოგონებს აცვიათ. არა, მთელი ქალაქი, ყველა ასაკის ადამიანი დადის ამ კაბებით. ერთი სული მაქვს, ერთი სული მაქვს, უნდა ვჭამოთ ახლა. რაც გავიხვიძე არ მიჭამია, ენერგიაზე მინდა რომ ვიყო, რომ დიდხანს გავძლო და ვერ წავიდეთ. Adrian, let's go.
მოვედით, გაინტერესებთ როგორ გამოვიყურები. ბაბი, გადამიღე. ესენი გინდა რამე თუ გადავყარო? ბაბი. აკოლა ტომატი. ეს კაბა. თუ შეიძლება რომ მეცას ყოველზე. მოკლედ შემოვედით ახლა. ატრაქციონები არის აქ. ახლა ატრაქციონების სივრცეში ვართ. გარეთ კვების სექტორი იყო. მეტროში გადავსებული იყო, სულ ესეთი კაბები დადიოდა ყველა. ტრადიცია არის რაღაც შარვალ კოსტუმი და ეს კაბები აქაურებისთვის ყოველწლიურად. ბაბი, შენ როგორ მოგწონს? ძალიან ხალხმრავლობაა. და ეხლა კიდე როგორც ვიცით, ცოტა ხალხია. ახლა საღამოობით უფრო ემატება და ემატება ხოლმე. ძალიან ბევრი ატრაქციონები, ძალიან ბევრი. ამერიკული გორაკები. მაგრამ პატარა ამერიკული გორაკებია. ეს ესპანური გორაკებია. €3 ღირს 10 ბილეთი. ხო და ესენი არის სულ გამოყენებული ბილეთები. ეხლა მიმდინარეობს თამაში. ნახეთ აი ამას ატრიალებს. ვინ მოიგო? რა მოიგო? ებენ €10 და რასაც იგებ იმას გაძლევენ. ოღონდ ყველგან იგებ. ბაზარი არა. ყოველთვის იგებ, სულ მომგებიანია. გადმოვინაცვლოთ ახლა მეორე მხარეს, ნახეთ, იქით არიან ცხენები. ძალიან ლამაზად ჩაცმულები არიან გოგონები. ხოიმე. განსაკუთრებით ვხვდებათ ცოტა ასაკით დიდ ქალებს რა, აი მაგათ რო ვხედავ, არ შემიძლია თვალი არ გავაყოლოთ, ძალიან ლამაზები არიან. აქეთ სულ არის ჩამწკრებული კაფეები, აი ყველას რასაც ხედავთ არის კაფეები, იქით ამ მხარესაც სულ კაფეებია. ყველა გადაჭედილია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მე-6 დღეა და დიდად ხალხი აღარ არის გამოსული, გადაჭედილია. სვამენ, ჭამენ, მუსიკებია, ერთობიან. ნელა უფრო მოემატება ხალხი, რაც უფრო მოსაღამოვდება. ხო, შევამჩნია ასკარად რომ ემატება ხალხი. ნახეთ, აი ეტლებით არიან. ჩვეულებრივ გასეირნება არის ფასიანი, ისევე როგორც ცხენით გასეირნება. აი ახლა წეღან დავინახე, რომ ეს გოგონა მივიდა და ახლა გაისეირნა ცხენით. ბავშვებიც არიან, აი ყველა აქ არის რა. წეღან სადაც ვიყავით, ეგ უბრალოდ მოწყობილი სივრცე იყო, უფრო მეტად ბავშვებისთვის რა. ხო და დანარჩენი ისე ფერიისთვის ხალხი აქეთ არის უფრო მეტად მოსული. ნახეთ, ყველაფერი გადაკეტილია ახლო-მახლოს, რომელი გზებით ჩადის და ამოდის, ყველა გზა არის გადაკეტილი. თან უკვე ერთი კვირაა რა, იმდენად მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ვეღარ მოვახერხე, რომ მე თქვა თქვენთვის ისტორია. მოკლედ მე-19 საუკუნეში სევილიაში ეწყობოდა ხოლმე დიდი ბაზრობა, სადაც პირუტყვს ყიდიდნენ. სხვადასხვა ქალაქებიდან მოდიოდნენ ხოლმე, აქ იყო შეკრების ადგილი. ცხენებს და კიდევ სხვა ცხოველებს ყიდიდნენ და შემდგომ რა თქმა უნდა ცოტა შორი მანძილიდან რო იყვნენ ხოლმე მოსულები, უყვარდათ ხოლმე აი ამ გაყიდვების შემდგომ დალევა, დასხდომა, საუბარი და ასე შემდეგ და ნელ-ნელა ეს ტრადიცია დამკვიდრდა. ზუსტად ახლა რაც ვნახეთ, უბრალოდ სვამენ, ერთობიან, მუსიკაა ჩართული, ესპანური ტრადიციული ცეკვავენ, ლამაზად გამოიყურებიან, ძალიან გამპრაჭულები არიან ამ დღესთვის და ასე შემდეგ. ანუ
უბრალოდ აქედან წამოვიდა ეს ტრადიცია, იმიტომ არიან ძალიან ბევრი ცხენები, ეტლებით და მთელი ამბები. ყველა გადასარევ ხასიათზე ჩანს. ჩვენ სიმართლე გითხრათ, აი დიდად ვერ დავუჭირეთ მუღამი, იმიტომ რომ დალევით ჩვენ არ ვსვავთ. აქ საჭმელზე ნაკლები აქცენტია გაკეთებული. ეხლა ასე თუ გამოხვალ და რაღაცებს თუ შეიძენ, კი, მაგრამ კაფეებში რო შევედით კაფეში, თითქმის ყველა დასალევს სვავს, ანუ ისეთ მეგონი რომელიღაცა ვლოგში გითხარით, რომ ჭამა არ უყვართ მეთქი რა, ესპანელებს. ხო და აი ვერ დავუჭირეთ დიდად მუღამი რა. ცოტა უჟმური ქართველები აღმოჩნდით ამ შემთხვევაში. ეხლა მივდივართ პარკში, ცოტა უფრო სიმშვიდეში, რომ ფოტოები გადავიღოთ. აუ პარკი არის დაკეტილი. კიკო მიკვირდა მითქი რატო არავიდან არის შეგნით. ანუ რო არ დანაგვიანდეს სავარაუდოდ მაგიტო რა. ამ პარკს ძალიან უფრთხილდებიან და ეს ამდენი ხალხი რო შევიდოდა, შანსი არა ეხა ეგ გაეთვალისწინებდეთ, რომ დაბლა რამე არ დაეგდოთ ან რაღაცა და დაკეტილია სამწუხაროდ. რამე ლამაზი ადგილი მინდა რომ ვიპოვო, იმიტომ რომ ამ კაბაში ფოტოები მინდა. თან ხალხო დღეს ხო 1000-ობით კაბა ვნახე, აი არ ვიცი მეჩვენება თუ არა, მაგრამ ჩემ კაბაზე ლამაზი არც ერთი არ იყო და აი არ ვიფიქრებდი რა, არ მქონდა ეგ მოლოდინი, რომ ესეთი ლამაზი კაბა შემხვდებოდა რა. მადლობა ჩემს მეგობარს. მოვედით ახლა საჭმელად ესეთი ბარი, რესტორანი ვით არის. პატა. ცოტნე. მაგარი მოშიებული ხარ ვა? ფეხი ეთკინა ფერიაზე. ბაჭია მატკინა. ნახეთ რა სოღორელი პაძუნა ბურგერებია. ვიდეო ჩავა. ეს ახალწლოვანი ახლა გამოზრიალდი. არა, ეს ახალწლოვანი ვინმე ხავენ. იქცევ ახლა. როგორია? ხერში უდავყოლა მომფრინები. მო. როგორ ნამარჩ. და მე უნდა შევენაცვლო. ის ზუსტად ეგრე უნდა გავა. არ პერსონაჟები მე სხვა. მე ხელში აგიყვანთ. მეგობრებო, ბრუნდებით სახლში. ორივეს ფეხები გვაქვს მაგარი ნატკენი. ორივეს გვატკინა ფეხსაც მომოფეხი, მაგრამ ძალიან კარგი იყო. ფეხი აღარ მაგ მატკინა უკვე გადამხერხა. რა ემოციები გვაქვს? რა კომენტარს გააკეთებ? უნდა სავდე რა რომ მოგეწონოს. ან ატრაქციონები უნდა გენატრებოდეს და გიყვარდეს ძალიან. ატრაქციონები დიდად არ იყო მაგის ნაწილი იდეაში. თავარი ფერია არის, რომ იქ ბარებში, ან ბარების წინ დგახან არ ბარებში ხარ გადანაწილებული, სადმე ზიხარ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად, თანამშრომლებთან ერთად და სვამ. ანუ ჩვენ ახლა არაფერი ხალხი ვართ, ალკოჰოლს საერთოდ არ ვიღებთ არც მე არც პატა. შესაბამისად, აი თვითონ სიტუაცია არ იყო ისეთი, რომ აი გაერთო და საინტერესოდ რო გაატარო, თუ არ ხარ, რა თქმა უნდა, ნაცნობ ადამიანებთან ერთად და ისე ხალხო ეს კაბა ისე მომეწონა. ისეთი ლამაზი კაბა არის, ისეთი სასიამოვნო ამ კაბის ტარება. ეს აქსესუარებიც რაც აქვს ყველაფერი ისე მომწონს, რომ ამ კაბის გამო მე ვივლი ხოლმე ფერიაზე. თორე თვითონ ფერია, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთ ბარში შესული და როგორი სიტუაცია იცი, ყველა ანუ ოჯახებიც არიან რა. საუბრობენ და კოქტეილებს სვავენ და ლუდს სვავენ. აი ჭამით ხა როგორც ჩვენ ვიცით ხოლმე რესტორანში შევიდეთ ან კაფეში და შეუკვეთოთ პიცა იქნება თუ ქართული სამზარეულოდან ყველაფერი შეუკვეთოთ. აქ არა რავი, ამდენ ბარში რო ერთეულები ჭამენ ხოლმე. ხო, ეგ ვიდეოში შეხოთშორისო ჭამა არ უყვართ მეთქი რა. არ ვიცი. არ უყვართ თან ესეთი დღესასწაულებზე ჩვენ ხა პირობითად საქართველოსთან პარალელი რო გავავლოთ, ჩვენ სადმე ბარი ჩავდგა თან რამე ეგეთი
თუნდაც ის გავაკეთოთ ხოლმე, გადატენილია ხალხი და იმენ მაგრად გვევასება ეს кейფი და ჭამა რა. მოართ რა ეგეთი ხალხი და ამათ არა ის მე დავარქვი ლუდი წრუპია ხალხი დავარქვი. ხო რა. ეს ხუმრობით თორე ალკოჰოლი მაგას მოსწონთ. თან ანუ ჩვენ გავიგეთ დღეს რომ თურმე არიან სხვა ქალაქებიდან ჩამოსულები მოდიან სასტუმროს იღებს ზოგი ეს ერთი კვირა რომ მთელი ერთი კვირა აქ გაატაროს არის თურმე კატეგორია ეგენი არ ვიცი მართლა სად იძინებენ მაგრამ არის კატეგორია რომელიც მაგ სივრციდან საერთოდ არ გამოდის რა ანუ მთელი ერთი კვირა იქ არიან რა და ანუ წარმოიდგინეთ რამდენად უყვართ ეს დღესასწაული რომ ამ ხელა მსხვერპლ შეწირვაზე მიდიან რომ აი ერთი კვირა წესიერად ვერ მოწესრიგდე რა ვიცი ანუ ყველაფერზე უარი უნდა თქვა და ხო რა მე მომეწონა ის რომ ძალიან ლამაზები იყვნენ ყველა მეც ძალიან ლამაზად ვიყავი ამ კაბაზე გავგიჟდი და გადავირიე 1000 მადლობა მოვუხადე იმ გოგოს მართლა განსაკუთრებულად შეკერილია რა თან მე მითხრა რომ ანუ რაც უფრო დიდი ფუშფუშა აქ კაბას მით უფრო კარგ კაბად ითვლება რა და ამას აქვს ხალხო იმხელა ფუშფუშები რომ ეხლა ერთ სული მაქვს როდის გავიხდი იმდენად მძიმეა მთელი დღეა ხელში მიჭირავს თან ძალიან დაძაბული ვიყავი მეთქი არ დავუსვარო გოგოს რაღაცადმე ლაქა არა ვიკიდვა რაღაცა მეთქი და მე მთელი დღე ხელში მეჭირა იმდენად მძიმე კაბა არის ხელებიც მტკივა ფეხებიც მტკივა ყველაფერი მტკივა მაგრამ აი ძალიან ლამაზი კაბაა გავგიჟდი ისეთი ლამაზი ფოტოები და ვიდეოები გადავიღე ერთ სული მაქვს როდის დავდებ ყველაფერს ერთი ვიდეო დავდე უკვე და ყველა პლატფორმაზე გადავაზიარე რაც კი გამაჩნდა და კიდე ძალიან ბევრი რაღაცები მაქვს ამიტომ ჩემი ინსტაგრამი ნახეთ მე ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ აუცილებლად თუ უკვე არ გინახავთ აი ეს ტრადიცია მომეწონა რა გამოპრანჭვის თვითონ ფერია როგორც გითხარით უფრო მეტად საესპანელო დღესასწაულია ხვალ უნდა დაუბრუნო იმ გოგონას კაბა რომელმაც მათხოვა ფერიისთვის და აი ისეთი მადლიერი ვარ მეტი რო არ შეიძლება და ყავს 3 წლის ბავშვი რა ხოდა მისთვის ვერაფერი ვერ მოვიფიქრე რომ მიყიდე და ეხლა ვფიქრობ ვორს ხوار ვიყიდო რამე რა მადლობის ნიშნად უბრალოდ უფრო კაბას ვფიქრობ თან ბავშვებს ხო უყვართ კაბები და ის ძალიან საყვარელი კაბები აცია ხოლმე ვფიქრობ რომ მაგასაც ეყვარება კაბები ეს ძალიან საყვარელია მინდა გითხრათ მაგრამ რაღაცა თითქოს ცოტა სხვანაირი მინდა თან მე მგონი ეს ცოტა ცხელიო რაღაცა ცოტა განსხვავებული მინდა ესეც ლამაზი ოგო ესეც საყვარელია მაგრამ ესეც რაღაც სქელი ჩანს კიდე იქნება აქ სადმე კაბები ვნახთაბა ესეც საყვარელია მაგრამ ესეც ცხელი ჩანს და ესეც ძალიან მომეწონა მაგრამ მე მგონი ეს არ არის პატარა ზომა თორცები 3 წლისაა ბავშვი და ეს იწყება 4-5 წლის ასაკიდან აუ ესეც ძალიან საყვარელია მოიცა მეორე მხარესაც არის ესეც კაი საყვარელია მეია თან კარგი ფასებია აუ ეს რა საყვარელია სარჩული თუ აქ ვნახო არა სარჩული არა აქ ეს ძალიან საყვარელია ეხლა ვნახოთ ზომა თუ აქ ამას 6-7 არ გვინდა ერთხელ მყავს ეგ ბავშვი ნანახი და აი მეცა 3-4 ეს მე მგონი კარგად ეკნება აუ რაღაცნაირი საყვარელია მომეწონა მეც კი ჩავიცვამდი ამას ისეთი საყვარელია მგონი ამას ავიღებ აქ არის კიდე ესეთი ყვითელფერში დაახლოებით გავსი სტილი, მაგრამ ისიც ისეთი რაღაცნაირი ბადეა რა და ადრე მქონდა ეგეთი კაბა ბავშვობაში სტაფილოსფერი ფოტოც მედო მაგ კაბაში და აი ძალიან არ მიყვარდა, იმიტომ რომ ბადე მედებოდა ხოლმე ფეხებზე და მაგარი არაკომფორტული იყო და ბადიანი მაგიტო არ მინდოდა თორე ბადიანები ძალიან ლამაზებია. მე მგონი ეს კარგად ექნება, მაგრამ მე მგონი ცოტა პატარაც უნდა. არ ვიცი. მოდი ვნახავ ცოტა პატარას. უფრო პატარა არ იყო. ესეც მე მგონი ერთი ცალი იყო დარჩენილი, იმიტომ რომ მეორე ვერ ვნახე. 3-დან 4 წლამდე და ამას ავუღებ რა. შეიძლება ოდნავ დიდი მოუვიდეს. ახალ 3 წლის არის, მაგრამ ძალიან მომეწონა, ძალიან საყვარელია. ვიკიდე, ხვალ უნდა მოვუტანო კაბა. აქამდე გავრეცხე ყველაფერი, მაგრამ უბრალოდ ვერ გაშრა რა, იმდენი ფენები და იმდენი ისინი ჰქონდა და ხვალ მოვუტანა და მივუტან ვაიას.
12-ის 15 წუთია. ეხლა მოვrxi ვარჯიშს და ბრუნდები სახლში. ესე იგი, ფერიაზე კიდევ რა შემიძლია გითხრათ, ეთყობა ჩემმა TikTok-მა დაამუღამა ვიდეოები რო დავდე რაღაცა კონტენტს რო ვუყურებდი და ასე შემდეგ. ხო და ამომიგდო ვიდეოები. და ან როგორ ერთობიან სევილიელები ამ ფერის დროს, რას აკეთებენ ასე შემდეგ ყველაფერი და ღმერთო, აი საოცარი ვიდეოები ვნახე ხალხო. ნუ აი საოცრად ერთობიან, არ ვიცი როგორ აგიხსნათ. თავიანთი კულტურის მიმართ აქვთ ძალიან დიდი სიყვარული, როგორც ჩანს, იმიტომ რომ ისეთი მიმიკები და ისეთი ჟესტები ჰქონდათ ამ თავიანთი ტრადიციული სიმღერების მოსმენის დროს და ისეთი ემოციებით ცეკვავდნენ ამ სიმღერებზე და არ ვიცი, მოკლედ ეგ ვიდეოები რო ვნახე, მერე ჩემთვის გასაგები გახდა, რატო გიზრდებიან ამ ფერიაზე. ანუ არ ვიცი, აი ძალიან ემოციურად ძალიან გადაჯაჭვულები არიან ამ დღესასწაულთან და რა ვიცი, ამ ტიპები ვნახე, ის კასეტები რაც არის რა, ბარები რო გაჩვენეთ ეგენი თურმე ღამის 2 საათამდე მუშაობს რა, მერე იკეტება. და ანუ რო იკეტება ეგ ბარები სახლებში არ მიდიან და ბარის წინ ხდებიან, კიდე სვამენ, კიდე ერთობიან, კიდე ცეკვავენ, ღერიან და კიდე რაღაც ტრენდები ვნახე, აბა რას ვშვებით ღამის 2 საათზე, როდესაც კასეტები იკეტება, სწორი პასუხია რომ ვჩებით და ვაგრძელებთ გათენებამდე გულაობას. და ანუ არ ვიცი, აი გაგიჟებით არიან, მოკლედ ამ დღესასწაულზე. ჩვენ როგორც მიხვდით ალბათ, ვერ დაუჭირეთ ესეთი მუღამი, იმიტომ რომ ნუ ხა ადგილობრივი უნდა იყო, ლოკალი უნდა იყო, ის ყველა სიმღერა რაც ჩართული იყო ზეპირად უნდა იცოდე და ეგეთი ემოციური ფონი უნდა გქონდეს საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი კულტურის მიმართ. და მე ასევე ვნახე ვიდეოები, სადაც ინფლუენსერებზე გადაობენ სევილიელები და ამბობენ, რომ წარმოიდგინე ინფლუენსერი ხარ და მე იცვამენ ამ ტრადიციულ კაბას, რომელიც თურმე ესპანური ტრადიციული კაბა არ ყოფილა. დღეს გითხრა ჩვენმა პროფესორმა, რომ არის ბოშების ტრადიციული კაბა და იქიდან მოდის ეს ტრადიცია. და ესეც ახალი ინფორმაცია არის. ხო და ესა მე რა შემოვიდიხარ რომ გადავახტით თემას. ხო და ანუ ჩაიცვამენო ამ კაბებსო ეს ინფლუენსერებიო, გაიკეთებენო მაკიაჟსო, წავლენ ფერიაზე, რამდენიმე ფოტოს და ვიდეოს გადაიღებენო თავიანთი სოციალური ქსელებისთვისო და ბრუნდებიან სახლშიო რა. ანუ ეგ არ არისო ფერიაო რა, ანუ ეგ არ არის ფერიისგან მიღებული სიამოვნება, ეგ არ არის კავშირიო, ეგ არ არის ურთიერთობაო, ეგ არ არისო, რასაც გულისხმობს ფერია რეალურადო და მე გამოვდივარ მაშინ მაგ ლოგიკით ინფლუენსერი, იმიტომ რომ მე მართლა მაგითვის სიამოვნე, რომ ის კაბა ჩავიცი, მაკიაჟი გავიკეთე, გამოვეწყე რაღაცა ისე მაქსიმალურად როგორც შემეძლო, წავედი ფოტოები, ვიდეოები გადავიღე, სიტუაციას გადმოვხედე და წამოვედი უკან. ხო და არ ვიცი, აი ალბათ ეგრე თუ გავაკეთებ ხოლმე მომდევნო ფერიებზე, არ ვიცი. მაგრამ აი რო გითხრათ, რომ გამძაფრებული სურვილი მაქვს, რომ კიდევ მაგ დღესასწაულს დავესწრომეთქი, ნამდვილად მოგატყუებთ. აი ეგ სურვილი თუ მექნება ხოლმე, რომ სხვადასხვანაირი ფერის კაბები ჩავიცვა და ფოტოები და ვიდეოები გადავიღოთ, არის აი ის მუხტი მე ვერ დავიჭირე და ეს ბუნებრივიც არის. მინდა რომ დავასრულო ახლა აქ ვლოგი და ცოტა ხანი შეიძლება რომ აღარ გამოუჩნდე. პაუზასავით შეიძლება ავიღო ამ ჩემი ეპიზოდებისგან, იმიტომ რომ გამოჩნდა რაღაცა შესაძლებლობები სამსახურის დაწყების. არ ვიცი რა იქნება. თუ გამოვიდა ყველაფერი, აი ისეთი რენდომ ისტორია იქნება და ისეთი გამართლება იქნება მართლა რომ ვერ წარმოიდგენთ. ხო და აი თუ ყველაფერი გამოვიდა და ყველაფერი კარგად აეწყო, დავბრუნდები და მოგიყვებით, რა თქმა უნდა. კარგი აქ დავასრულოთ, მეგობრებო. მადლობა რომ მიყურებთ. მადლობა რომ გულშემატკივრობთ. თუ არ გაქვთ არხი გამოწერილი, აუცილებლად გამოიწერეთ და მოგოვა შეხვედრამდე.